ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს სრულდება 100 წლისთავი უდიდესი ისტორიული მოვლენიდან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. 1917 წლის 25 მარტს აღსდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ავტოკეფალიისათვის ბრძოლა იმავდროულად იყო ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის. ჯერ აღსდგა ავტოკეფალია, ჯერ საქართველოს ეკლესია გახდა დამოუკიდებელი და ფაქტობრივად ამ დამოუკიდებელმა თავისუფალმა ეკლესიამ სულ მალე შვა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. ყოველ ისტორიულ მოვლენას ყავს თავისი გმირები, ყავს თავისი ჯარისკაცები, ვინც იბრძოდნენ იმისათვის, რომ აი ასეთი დიდი მოვლენა წარმატებით დაგვირგვინებულიყო. უპირველესი, ვისაც ჩვენ დავასახელებდით ამ გმირებს შორის, ეს არის წმინდა ღვთელმოწამე კირიონი საძაგლიშვილი. რა თქმა უნდა, ეს არის ეპისკოპოსი ლეონიდე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში. ეს არის წმინდა აღმსარებელი ამბროსი ხელაია, რომელსაც ასევე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ბრძოლაში და არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი არმია ქართველი სასულიერო მოღვაწეებისა, მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი კირიონზე, მის მოღვაწეობაზე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ავტოკეფალიისთვის ბრძოლა, მისი მოწამებრივი ცხოვრება და ასე შემდეგ. ის 1855 წლის ნოემბერში დაიბადა. დაწყებითი განათლება მიიღო ანანურში, სადაც მისი მამა იერონიმე მსახურობდა და მის მიერ დაარსებულ საეკლესიო სამრევლო სკოლაში სწავლობდა. 1869 წელს მან დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი, 76 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და 80 წელს კიევის სასულიერო აკადემია. მსახურობდა გარკვეული პერიოდი ოდესაში და მალე 83 წელს ის უკვე ჩამოდის საქართველოში, მსახურობს თელავში, მსახურობს ქუთაისში, გორში, სადაც ის ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. კირიონი ეწევა ერთდროულად პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად სამეცნიერო საქმიანობას, პუბლიცისტურ საქმიანობას, მის კალამს ეკუთვნის ასობით წერილის ქართულ და რუსულ ენებზე, წერილი, რომელიც ეხება საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ეხება ეთნოგრაფიას, ეხება იმ სიძველეებს, რომლებიც მან აღმოაჩინა და გადაარჩინა. როგორც პედაგოგმა, მან ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშა იმისათვის, რომ სკოლები გახსნილიყო, მარტო მისი ძალისხმევით 19 სკოლა არის გახსნილი და უზრუნველყოფილი ყველაფრით, მათ შორის იმ დროისათვის საუკეთესო ბიბლიოთეკებით. ყოველ სკოლას ის აი ამ ბიბლიოთეკებითაც ამარაგებდა. ეს ყველაფერი იყო მოსამზადებელი პერიოდი იმისათვის, რომ მას შემდგომში გაეჩაღა ის დიდი ბრძოლა, რითაც ჩვენ მას ვიცნობთ და რისთვისაც ჩვენ მას ასე ვაფასებთ. 1896 წელს მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია, ოჯახური ტრაგედია. კირიონმა მეუღლე და შვილი დაკარგა და ეს გახდა, თუ ასე შეიძლება ითქვას, საბაბი, მე ხას უსვამ ამას, საბაბი იმისა, რომ ის ბერად აღეკვეცა. მაგრამ აი მთავარი მიზეზი, რატომ აღეკვეცა ბერად, ის ამის შესახებ თავად წერს და ლაპარაკობს, რომ აი იმ დროისათვის, როდესაც მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ აღკვეცილიყო ბერად, იმ დროისათვის ის ამბობს, რომ ასპარეზზეო მხოლოდ ლეონიდე იყო ბერი, განათლებული, განსწავლული და მეტი არავინ ჩამდა ან სარბიელზეო. და იმისათვის, რომ ჩვენი ხალხოსნობა, ასე მისი სიტყვებია, ანუ ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი არ აღგვილიყო პირისაგან მიწისა, არ გადაგვარებულიყო, ჩვენი ქვეყანა გადარჩენილიყო, ამისათვის
საჭირო იყო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ხოლო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა შეუძლებელია მღვდელმთავრების გარეშე, შეუძლებელია განათლებული ამავე დროს მღვდელმთავრების გარეშე და აი ამიტომ მივიღე მე ეს გადაწყვეტილება თვითონ წერს ამის შესახებ და ეს ნამდვილად ასე იყო. ეს არის 1896 წელი. ის ქვათახევის მონასტრის იღუმენად ინიშნება ძალიან მალე 98 წელს ის უკვე ხდება ჯერ არქიმანდრიტი და სულ რაღაც 2 თვეში აგვისტოში 98 წლის ის უკვე ალავერდის ეპისკოპოსია. აი აქედან იწყება მისი მღვდელმთავრული მოღვაწეობა, პატრიოტული საქმიანობა, რომელიც მან 80-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო, მან კიდევ უფრო გაშალა, კიდევ უფრო სისტემური და მიზანმიმართული ხასიათი მისცა მთელს ამ თავის საქმიანობას. მე მინდა ხაზი გავუსვა მხოლოდ აი ერთ ნაშრომს, რომელიც მან 1900 წელს დაწერა, წიგნად გამოსცა, მას ქვია რუსულ ენაზეა ნაზრევში ვაპროს. რაზეა იქ საუბარი? იქ არის საუბარი საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, იქ არის საუბარი იმ დიდძალ მასალაზე საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ, რომელიც არ იყო დამუშავებული, რომელიც ფართო სამეცნიერო წრეებისთვის არ იყო ცნობილი. და ამიტომ კირიონი თავაზობს, აყენებს წინადადებას, რომ პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში შეიქმნას ქართული ეკლესიის კათედრა. ქართული ეკლესიის კათედრა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში არ შექმნილა, მაგრამ შეიქმნა მისი წინადადების საფუძველზე ბერძნულ აღმოსავლური ეკლესიის კათედრა, რომელსაც რუსი მეცნიერი სოკოლოვი ჩაუდგა სათავეში. კირიონს სურდა, რომ თედო ჟორდანია ყოფილიყო მისი ხელმძღვანელი, მაგრამ სოკოლოვი დაინიშნა და აი ეს კათედრა სხვა ქვეყნების, სხვა აღმოსავლურ ეკლესიებთან ერთად სწავლობდა ქართული ეკლესიის ისტორიას. ახლა აქ კირიონს მარტო სამეცნიერო მიზნები ბუნებრივია არ ამოძრავებდა, მისი მიზანი იყო, სანამ აქტიური ბრძოლა გაჩაღდებოდა ავტოკეფალიისთვის, შემზადებულიყო მეცნიერული ნიადაგი, არა მარტო ქართველებს ცოდნოდათ ქართული ეკლესიის ისტორია, არამედ იგივე რუსებს მათ პოზიციაზე, მეცნიერების პოზიციაზე დიდად იყო დამოკიდებული ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. როდიდან იწყება ბრძოლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად? ჩვენ ამაზე შეგვიძლია ძალიან მოკლედ უპასუხოთ. ეს ბრძოლა იწყება 1811 წლიდან, ანუ იმ დროიდან და იმ პერიოდიდან, როდესაც გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. უფრო მეტიც, კირიონი თვითონ საუბრობს ამის შესახებ თავის ერთ-ერთ მოხსენებაში, კერძოდ მეორე მოხსენებაში, რომელიც მან სინოდში წარადგინა 1906 წელს, აი ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, რომ 1801 წელს, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობა გაუქმდა, ძალიან რა თქმა უნდა შეშფოთდა ქართული საზოგადოება და მათ უკვე იმ თავითვე დაიწყეს ზრუნვა იმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ მომხდარიყო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და შენარჩუნებულიყო კათალიკოსის თანამდებობა. ქართულ ეკლესიას ყოლოდა თავისი კათალიკოსი. ამისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ ავტოკეფალიის გაუქმებამდე მიმდინარეობდა. ხოლო ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საქართველოს მთელ რიგ ეპარქიებში მიმდინარეობდა ბრძოლა იმისათვის, რომ არ გაუქმებულიყო ეს ეპარქიები, არ შემოღებულიყო რუსული მმართველობა. მარტო, ეს ხდებოდა ყველა რეგიონში, ყველა ქართულ ეპარქიაში, მაგრამ საკმაოდ ფართოდ არის გახმაურებული და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის იმერეთის სამღვდელოების ბრძოლა რუსული მმართველობის შემოღების წინააღმდეგ 1819-1820 წლებში და ამ ბრძოლას ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი, წერეთელი და გაენათელი ექვთიმე შარვაშიძე შეეწირა. ორივე მოგეხსენებათ წმინდანთა დასშია შერაცხული, აი თავიანთი მოწამებრივი ცხოვრებისთვის და თავდადებისთვის. 1917 წელს, როდესაც კირიონი უკვე კათოლიკოს პატრიარქია, ის გამოვიდა სიტყვით თავისი მეგობრის, მეცნიერის,
თედო ჟორდანიას საფლავთან იქ წლისთავი აღინიშნა და იქ წარმოთქვა სიტყვა, სადაც მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ აი ჩვენ როცა სემინარიაში ვსწავლობდითო ერთად, ანუ 70-იან წლებშიო, ჩვენო მაშინო მხოლოდ ჩურჩულით შეიძლებოდა საუბარი ავტოკეფალიაზეო. ანუ მაშინაც იყო ავტოკეფალიაზე საუბარიო. და აი ახლაო, როდესაც უკვე აღდგენილია ავტოკეფალია, აი ხარობს შენი სული და ჩვენი წინაპრების სული, რომლებიც სულ ოცნებობდნენ ავტოკეფალიის აღდგენაზე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არასოდეს ერთი წუთითაც ბრძოლა არ შემწყდარა ავტოკეფალიის აღსადგენად, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ის ხან ისეთ აქტიურ ფორმაში ასე ვლინდებოდა, ხან როგორც კირიონი ამბობს, აი ჩურჩულით საუბარში, მაგრამ ამ ჩურჩულით საუბართან ერთად ისინი ამზადებდნენ ნიადაგს იმისათვის, რომ როდესაც ადგებოდა ხელსაყრელი მომენტი, გაჩაღებულიყო ფართო ბრძოლა ავტოკეფალიის აღსადგენად. და აი ეს ბრძოლა სწორედ მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიშალა ძალიან ფართოდ. ეს ის პერიოდია, როდესაც კირიონი თავისი პატრიოტული საქმიანობისთვის და მოღვაწეობისთვის უკვე საქართველოში არ იმყოფება, ის ფაქტობრივად გადაასახლეს, რუსეთში გადაიყვანეს, მსახურობდა 1902 წლიდან ბალტის ეპისკოპოსად, ეს არის პოდოლსკის ეპარქია, შემდეგ 1903 წლიდან ნოვომირგოროდის ეპისკოპოსია, ეს არის ხერსონის ეპარქია, 1904 წლის აპრილიდან ის უკვე ორლოვისა და სევსკის ეპისკოპოსი გახლავთ. 1906 წლის 3 თებერვალს კირიონი ინიშნება სოხუმის ეპისკოპოსად. აი ეს პერიოდი 1905-6 წლები, ეს არის ყველაზე ისეთი აქტიური პერიოდი, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს მოთხოვნა წამოაყენა, ეს იყო იმერეთის ეპარქიის სამღვდელოება. 1905 წლის 19 მარტს ჩატარდა საეპარქიო კრება, რომელმაც მიიღო სპეციალური დადგენილება, სპეციალური თხოვნა სასულიერო და საერო ხელისუფლების წინაშე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. იმავე წლის მაისის ბოლოს თბილისში ჩატარებულმა საქართველოს ეპარქია ერქვა აღმოსავლეთ საქართველოს იმ ეპარქიას, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მართავდა, როცა მისი კრება შედგა, რომელმაც ასევე მიიღო ძალიან ესეთი ვრცელი, დასაბუთებული დადგენილება, გადაწყვეტილება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. მან უკანონოდ, არაკანონიკურად ცნო იმპერატორ ალექსანდრე I-ის 1811 წლის განკარგულება, გადაწყვეტილება ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ და მოითხოვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა საქართველოს ისტორიულ საზღვრებში. მე მინდა ამას ხაზი გაუსვა. 1905 წლის ნოემბერში ქართველმა მღვდელმთავრებმა ლეონიდე ოქროპირიძემ, გიორგი ალადაშვილი, ექვთიმე ელიაშვილი, რომელიც გორის ეპისკოპოსი გახლდათ და ალავერდელი ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი, ასევე ხელი მოაწერეს თხოვნას შუამდგომლობას საერო და სასულიერო ხელისუფლების წინაშე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. უკვე ისეთი ფორმა და ისეთი მასშტაბები მიიღო ამ მოძრაობამ, ავტოკეფალიის აღდგენისკენ მიმართულმა მოძრაობამ, რომ ხელისუფლებას უკვე აღარ შეეძლო ამის იგნორირება და იგი იძულებული გახდა 1906 წლის იანვარში შეექმნა განსაკუთრებული სათათბირო, სადაც უნდა გამართულიყო მსჯელობა საქართველოს საეგზარქოსოს მმართველობის რეორგანიზაციის შესახებ. აი ამ საკითხზე უნდა გამართულიყო მსჯელობა. მას ხელმძღვანელობდა მოსკოვის მიტროპოლიტი ვლადიმირი ბოგოიავლენსკი, რომელიც ადრე გახლდათ საქართველოს ეგზარქოსი 1892-93 წლებში. შემდეგ კიდევ ერთი ყოფილი ეგზარქოსი ფლაბიანე
გახლდათ ამ სათათბიროს წევრი. ის სწორედ ვლადიმირის შემდეგ 3 წლის განმავლობაში 1901 წლამდე იყო საქართველოს ეგზარქოსი და იმჟამად კიევის მიტროპოლიტი გახლდათ. საქართველოს მოქმედი ეგზარქოსი ნიკოლოზი ნალიმოვი, რომელიც მის წინამორბედთან ეგზარქოს ალექსისთან შედარებით შეიძლება ითქვას უფრო ლიბერალური იყო თითქოს, როცა ის აქ მოვაწეობდა თბილისში, საქართველოში, მაგრამ უკვე პეტერბურგში მას ზუსტად ისეთივე პოზიცია ეკავა, როგორც სხვა მღვდელმთავრებს. აი ასეთი ვითარება არის ზოგადად და აი ამ ვითარებაში იწყება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა პეტერბურგში. მაშინ მონაწილეობას ღებულობდა კირიონი, ჯერ როგორც ორლოვის ეპისკოპოსი, ხოლო 3 თებერვლიდან უკვე როგორც სოხუმის ეპისკოპოსი, ასევე ეპისკოპოსი ლეონიდე. ამ ორმა ადამიანმა უზარმაზარი ძალისხმევა გასწია აი იმ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, როცა აი ეს განსაკუთრებული სათათბირო მუშაობდა. სხვათა შორის მაშინ დაემთხვა ისეთნაირად, რომ 1906 წლის იანვარში პეტერბურგში იმყოფებოდა ილია ჭავჭავაძე, იმყოფებოდა გიორგი ჟურული, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და აი ეს ორი ადამიანიც ძალიან დიდ მუშაობას აწარმოებდა კულუარებში, თუ ასე შეიძლება ითქვას, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის სასარგებლოდ. ილია შეხვდა ობერ პროკურორს, ხვდებოდა იქ მოღვაწე ქართველ მეცნიერებს და ძალიან ბევრს მჭობდნენ და ადგენდნენ გეგმებს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ქართველი მღვდელმთავრების დაუკითხავად, მათთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, აი ამ განსაკუთრებულმა სათათბირომ მოამზადა დოკუმენტი საქართველოს საეგზარქოსოს მართვის რეორგანიზაციისა და მართვისა და განათლების სისტემის რეორგანიზაციის შესახებ. და წარუდგინეს ქართველ მღვდელმთავრებს, კირიონს და ლეონიდეს. ერთმაც და მეორემაც კატეგორიულად უარყო ეს დოკუმენტი და მათ წერილობით დაადასტურეს და გამოაქვეყნეს აქ თბილისში გამომავალ რუსულ გაზეთ ვაზრაჟდენიაში, რომ ისინი სასტიკი წინააღმდეგი არიან აი ამ დოკუმენტის, რომელიც მათთან შეთანხმების გარეშე მოამზადა აი ამ განსაკუთრებულმა სათათბირომ. ახლა რაზე იყო იქ საუბარი? იქ საუბარი იყო იმაზე, რომ აი უნდა გაზრდილიყო ქართველი მღვდელმთავრების, ქართველი ეპისკოპოსების უფლებამოსილება. ქართველ ეპისკოპოსებს ჰქონდათ ბევრად ნაკლები უფლებამოსილება, ვიდრე ეპისკოპოსებს რუსეთში. ამ დოკუმენტში იყო ჩადებული ქართულ ენაზე წირვალოცვის აღდგენა, ქართულ ენაზე სწავლების აღდგენა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ეს სუფთა ფარისევლობა იყო და ისინი ამას მიზნად ნამდვილად არ ისახავდნენ, უბრალოდ ეს ყველაფერი იყო იმისათვის, რომ მომხდარიყო ამ ავტოკეფალისტური მოძრაობის რაღაცნაირად შესუსტება, შენელება, მისი გახლეჩა, კირიონმა და ლეონიდემ სასტიკად დაგმეს ეს დოკუმენტი, არ მიიღეს. იმ პერიოდში იყო საუბარი ასევე ქართველ ეგზარქოსზეც კი. ესე იგი, სინოდი მიდიოდა იმაზე, რომ ქართველი ეგზარქოსი ყოფილიყო. ერთ-ერთ შეხვედრაზე პეტერბურგის მიტროპოლიტი ანტონი ვატკოვსკი, ცნობილი სასულიერო მოღვაწე, წინადადებას აძლევს კირიონს და ლეონიდეს, რომლებსაც არაფრის გაგონება არ უნდათ გარდა ავტოკეფალიის აღდგენისა. ის ეუბნება, აი ჩვენ გვინდა თქვენ დაგეხმაროთ, მაგრამ აი ხვალ და ზეგ ხომ ვერ შემოვიღებთ, ჩვენ ვერ აღვადგენთ ავტოკეფალიას და ვერ ავირჩევთ კათოლიკოს. აი დაგვეხმარეთ, რომ აი ამ გარდამავალ პერიოდში რა გავაკეთოთ და რისი გაკეთება შეიძლება. და აი არსებობს ძალიან საინტერესო დოკუმენტი რუსულ ენაზე შედგენილი ამ ორი ადამიანის მიერ. ესენი აი ფეხზე დგომით ისე რა აიღეს ქაღალდი და ჩამოწერეს ამ ანტონისთვის ჩამოწერეს 5 პუნქტიანი ეს არათავიანთვის, არამედ მისთვის, რომ აი გარდამავალ პერიოდში რისი გაკეთება შეიძლებოდა. პირველი და მეორე პუნქტი ეხება იმას, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო თავიდანვე აღიარებული
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიკურობა. ეს პირველი, მეორე მისი აღდგენის აუცილებლობა. აი ამის შემდეგ შეიძლებოდა საუბარი რაღაც გარდამავალ ზომებზე და ეს გარდამავალი ზომა შეიძლებოდა ყოფილიყო არა ქართველი ეგზარქოსი, არამედ არჩევითი ეგზარქოსი. ახლა აქ გასაგებია, ქართველი მღვდელმთავრები სხვათა შორის ძალიან ჭკვიანურად იქცეოდნენ ამ შემთხვევაში. როდესაც მათ ეუბნებოდნენ, რატომ არ გინდათ თქვენ იქ რუსი სასულიერო პირები და ეგზარქოსი, მაშინ როდესაც თქვენ აგერ მსახურობთ რუსეთში და არაფერი არ გაკლიათ, ძალიან დიდ პატივში ხართ. ქართველი მღვდელმთავრები პასუხობდნენ, კი ბატონო, რუსმა ეგზარქოსებმა, რუსმა სასულიერო პირებმა მრევლს ესაუბრონ მის მშობლიურ ენაზე, ისევე როგორც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს მრევლს რუსეთში მის მშობლიურ ენაზე და ჩვენ არაფერი პრეტენზია მე არ გვექნება. ახლა გასაგებია თავისთავად ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ წინადადების მიღების შემთხვევაში არჩეული, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ქაღალდზე დარჩა და სინოდისთვის აი ეს გარდამავალი პერიოდისთვის განკუთვნილი სანახევრო ზომაც კი მისაღები არ აღმოჩნდა. მე მინდა აქ ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ყველა შეთავაზება, რომელიც ჰქონდა კირიონს, რომ ის გამხდარიყო ეგზარქოსი, მან კატეგორიულად ეს უარყო. მაგრამ როგორც ჩანს, ისინი რეალისტები იყვნენ, როგორც კირიონი, ასევე ლეონიდე და თუ უწმინდესი სინოდი და საერო ხელისუფლებაც აღიარებდნენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობას, აი სანამ ეს მოხდებოდა გარდამავალ პერიოდში, იქ 1 წელი იქნებოდა თუ 2 წელი იქნებოდა, რა თქმა უნდა, არაფერი არ დაშავდებოდა თუ იქნებოდა არჩევითი ეგზარქოსი. ამაზე არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი. როდესაც უწმინდესი სინოდი და საერო ხელისუფლებაც ამავე დროს დარწმუნდნენ, რომ არც კირიონი და არც ლეონიდე არ არიან არანაირ დათმობაზე წამსვლელები და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ასრულებენ რას ქართული სამღვდელოების ნებას დათანხმდებიან მხოლოდ და მხოლოდ ავტოკეფალიას. თებერვლის მეორე ნახევარში სადღაც აი ამ ორგანომ განსაკუთრებულმა სათათბირომ მუშაობა შეწყვიტა და დაიწყო კონსულტაციები, რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა მომხდარიყო სამომავლოდ. არსებობს წერილი 1906 წლის თებერვალში, რომელიც არის გამოგზავნილი პეტერბურგიდან ობერ პროკურორის მიერ მეფის ნაცვლის სახელზე, სადაც მეფის ნაცვალს თხოვენ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აი ამ ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, მაგრამ წერილში, რომელიც მოვიდა იქიდან არის საუბარი იმაზე, რომ კატეგორიულად მიუღებელი არის ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ეს ყოვლად დაუშვებელია. ქართული ეკლესიის ავტოკეფალია ეს არის უბრალოდ ასე ვთქვათ შირმა, თუ ასე შეიძლება ითქვას და ამ შირმის მიღმა იმალება ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა ავტონომიის სახით და ასეთი მოთხოვნა იმ დროისათვის ეს უკვე ღიად იყო დაფიქსირებული და ძალიან ფართოდ იყო გაშლილი ეს ავტონომისტური ასე ვთქვათ მოძრაობა, როგორც ამას მაშინ ეძახდნენ. რა თქმა უნდა, ქართველი სასულიერო პირები უარყოფდნენ იმას, რომ ჩვენ ავტონომიისთვის კი არ ვიბრძვით, არამედ ავტოკეფალიისთვის ვიბრძვით და ის ჩვენი საქმე არ არისო, მაგრამ სინამდვილეში ეს ავტოკეფალიისთვის ბრძოლა და ავტონომიისთვის ბრძოლა, რაზეც მე თავიდან მოგახსენეთ, ეს იყო ერთი ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის და მისი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის.